მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მეორე ნაწილზე, ანუ კუნთებზე. ჩვენ წინა გაკვეთილზე განვიხილეთ ძვალი, ძვალთა სისტემა და ჩონჩხის ძვლები, ხოლო დღეს კი განვიხილავთ კუნთებს, ანუ იმ ორგანოებს, რომელთა საშუალებითაც ხდება ძვლების მოძრაობა, მოგხსენებათ თავისთავად ძვლებს მოძრაობა არ შეუძლიათ. ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 400-მდე სხვადასხვა კუნთია, მამაკაცის ორგანიზმში კუნთებს სხეულის საერთო მასის 35-45% უკავია, ხოლო ქალების შემთხვევაში კი დაახლოებით 30%-ს აღწევს კუნთების შემცველობა. მოდით განვიხილოთ, თუ აღნიშნული კუნთები რა ჯგუფებად იყოფა და რა ფუნქციებს ემსახურებიან ისინი. სულ განარჩევენ კუნთის 3 ტიპს, ეს გახლავთ პირველი ჩონჩხის განივზოლიანი კუნთები, გარდა ამისა ორგანიზმში გვხვდება გლუვი კუნთები და ცალკე ჯგუფად არის გამოყოფილი გულის განივზოლიანი კუნთი. მოდით განვიხილოთ თითოეული ეს ჯგუფი კუნთებისა და ვისაუბროთ მათ სტრუქტურასა და აგებულებაზე. პირველ სლაიდზე მოცემულია სწორედ კუნთის უჯრედები, თუ როგორი უჯრედებისაგან არის აგებული თითოეული ეს ტიპი კუნთებისა. პირველი ეს გახლავთ გულის კუნთის უჯრედი, ასეთი ხდება კუნთოვანი ბოჭკოებს შორის დაკავშირება, მეზობელი კუნთოვანი ბოჭკოებს შორის. შემდეგი გახლავთ ჩონჩხის კუნთის უჯრედი, სადაც უკვე სტრუქტურა დაახლოებით მსგავსია გულის კუნთთან შედარებით, ოღონდ აქ მეზობელი ბოჭკოები დამოუკიდებლად არიან განლაგებული და მათ შორის კავშირები არ აღინიშნება. ხოლო რაც შეეხება გლუვ კუნთს, მას წაგრძელებული ფორმა აქვს, თითი სტარისებრი მოყვანილობის არის და რა თქმა უნდა, გლუვი კუნთები გვხვდება ძირითადად შინაგანი ორგანოების კედლების შემადგენლობაში. თავისთავად როგორ გამოიყურება კუნთოვანი ბოჭკო? კუნთოვანი ბოჭკო ეს როგორც ვთქვით, წაგრძელებული გრძელი ფორმის უჯრედია, რომელიც თავისთავად შედგება ცალკეული ცილოვანი ძაფებისაგან, კუმშვადი ძაფებისაგან, რომელსაც მიოფიბრილები ეწოდება. სწორედ მიოფიბრილები განსაზღვრავენ კუნთის უჯრედების უნარს დამოკლდეს შეკუმშვისას და ჩვეულებრივ დაგრძელდეს, როცა ის მოდუნებულ მდგომარეობაში გადადის. სწორედ მიოფიბრილების შემცველობა განსაზღვრავს კუნთის ამგვარ თვისებებს. რაც შეეხება თავად ცალკეულ მიოფიბრილებს, ისინი დაჯგუფებულნი არიან, ქმნიან კონებს და აღსანიშნავია, რომ თითოეული კონა გარშემორტყმულია შემერთებელი ქსოვილით, ისევე როგორც მთლიანად ამ კონათან აკრებს, რომელიც საბოლოოდ კუნთს წარმოქმნის, ასევე გარს არტყავს კიდევ შემაერთებელ ქსოვილოვანი გარსი, ხოლო თავისთავად კუნთი ძვალთან მიმაგრებულია მყესის საშუალებით. მოდით განვიხილოთ პირველ რიგში ჩონჩხის განივზოლიანი კუნთები, რადგანაც ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ ორგანიზმში, ორგანიზმის კუნთების დიდი ნაწილი სწორედ ჩონჩხის განივზოლიან კუნთებს მიეკუთვნება. ეს გახლავთ თუნდაც იდაყვის სახსრის მომხრელი და გამშლელი კუნთები, რომლებიც ესეთი კლასიკური მაგალითია ჩონჩხის განივზოლიანი კუნთებისა. კერძოდ კი საუბარია ორთავა და სამთავა კუნთზე, რომლებიც სწორედ ხელის გაშლასა და მოხრას უზრუნველყოფენ. ორთავა კუნთი შეკუმშული მუშაობს მაშინ, როდესაც ხელი მოხრილია, ამ დროს სამთავა კუნთი მოდუნებულია ამ შემთხვევაში, ხოლო პირიქით, როდესაც ხელი გაშლილი გვაქვს, მეორე სურათს ვაკვირდებით, ამ დროს მუშაობს სამთავა კუნთი, რომელიც შეკუმშულ მდგომარეობაში, ხოლო ორთავა კუნთი ამ დროს არის მოდუნებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არის ისეთი მდგომარეობები ხელისა, როდესაც ორივე კუნთი არის მოდუნებული, ეს გახლავთ ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხელი თავისუფლად არის ჩამოშვებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელი ჰორიზონტალურად არის გაწვდილი და მასში გვიკავია რაიმე სიმძიმე, ეს შეიძლება იყოს ხანტელი ან რაიმე სხვა სახის სიმძიმე, მაშინ ეს ისეთი შემთხვევა, როდესაც ორივე აღნიშნული კუნთი მუშაობს და შეკუმშულია. მოდით გადავინაცვლოთ
კიდევ ერთ კუნთზე, ერთი მნიშვნელოვანი კუნთი განვიხილოთ, ეს გახლავთ დიაფრაგმა, რომელიც მკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოებს ერთმანეთისგან მიჯნავს. ეს გახლავთ თაღისებური ფორმის კუნთი, რომელიც ჩართულია ძალიან ბევრ პროცესში ორგანიზმის, თუნდაც სუნთქვის პროცესში, ხველების, წემინების და ასე შემდეგ. ძალიან აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ის ამ პროცესებში და დიაფრაგმა თავისუფალი კიდეებით მიმაგრებულია მკერდის ძვალთან, ნეკნებთან და მალებთან და როდესაც იგი ასე ვთქვათ იკუმშება, იგი პარაშუტის ფორმასაც კი ღებულობს. რაც შეეხება შემდგომ კუნთებს, ეს გახლავთ მიმიკური კუნთები. მიმიკური კუნთები განაპირობებენ სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა სახის გამომეტყველებას მოგეხსენებათ და სწორედ მათი შეკუმშვის შედეგია ის მრავალგვარი ემოცია, რომელსაც ჩვენ სახეზე ვაფიქსირებთ ხოლმე. ყველა ეს აღნიშნული კუნთი, რა თქმა უნდა, ჩონჩხის განივზოლიან კუნთებს მიეკუთვნება. მოდით გადავიდეთ კუნთების შემდეგ ტიპზე, ეს გახლავთ გლუვი კუნთები. გლუვი კუნთები, როგორც მოგახსენეთ, ძირითადად შინაგანი ორგანოების კედლის შენებაში იღებენ მონაწილეობას. ისინი მიეკუთვნებიან უნებლიე კუნთებს, ეგრეთ წოდებულ უნებლიე კუნთებს, ვინაიდან მათი შეკუმშვა ჩვენს ნებასურველზე არ არის დამოკიდებული. განსხვავებით, რა თქმა უნდა, ჩონჩხის განივზოლიანი კუნთებისაგან, რომელთა შეკუმშვაც ჩვენს ნებასურველს ექვემდებარება. რაც შეეხება გლუვ კუნთს, კიდევ ერთხელ შევხედოთ გლუვი კუნთის უჯრედს, რომელსაც თითისტარისებური ფორმა აქვს და სწორედ გლუვი კუნთის ქსოვილი მრავალი ასეთი ფორმის უჯრედის, ან მრავალ ასეთი პარალელურად განლაგებული უჯრედების გროვისაგან შედგება. გლუვი კუნთები წარმოქმნიან ისეთი ორგანოების კედლებს, როგორც გახლავთ ძირძარღვევი, კუჭი, ნაწლავები, შარდის ბუშტი, საშუალოსნოს კედლები და ასე შემდეგ. და ერთ-ერთ მაგალითად მოცემულია კუჭის შემთხვევა, როდესაც კუჭის კუნთოვანი გარსი სწორედ წარმოქმნილია ამგვარი, გლუვი კუნთის ბოჭკოების კონებისაგან. მოდით გადავინაცვლოთ მესამე ტიპზე, ეს გახლავთ გულის კუნთი. გულის კუნთი განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნება, ვინაიდან იგი აგებულებით, სტრუქტურით ძალიან გავს ჩონჩხის განივზოლიან კუნთებს, თუმცა აქ ის განსხვავებაა, რომ მეზობელი ბოჭკოები ერთმანეთს უკავშირდება და გარკვეულ ხვარც წარმოქმნის საერთო ჯამში. სურათზე თქვენ ნახავთ, რომ ერთმანეთთან არიან დაკავშირებული განივზოლიანი ბოჭკოები. სწორედ ამგვარი სტრუქტურა გულის კუნთს ანიჭებს იმ უპირატესობას, რომ ერთის მხრივ ხდება სწრაფი გავრცელება იმპულსისა და გარდა ამისა, გულის როგორც ერთიანი ორგანოს მოქმედებას მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ასეთი აგებულების კუნთი. რა თქმა უნდა, გულის კუნთით ისევე როგორც გლუვი კუნთები მიეკუთვნება უნებლიე კუნთს, მისი შეკუმშვა, რა თქმა უნდა, ჩვენს ნებასურველზე არ არის დამოკიდებული. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ჩვენ ამით დავასრულეთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, ხოლო შემდეგი გაკვეთილიდან ჩვენ განვიხილავთ უკვე საწვლის მომნელებელ სისტემას. კარგად ზანდებოდეთ.